ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. გია სურამელაშვილი დაშორდა თავის მეორე ნახევარს, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა და ამასთან ერთად გახდა ბაბუა. რა არის მართალი, რა არის ჭორი, ეს უნდა გავიგოთ მას შემდეგ, რაც თავად გიას გავესაუბრებით. მოდი დაურეკოთ გია სურამელაშვილი. ეს ცოტა როგორი ისტორია ხო? ექიმთან რომ მიდის ადამიანი და ორი ამბავი მაქვს. გიждები ნოსტალჟი. ნა. მოგიცადებს ალბათ ინტერვიუს. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ ექიმთან რომ მიდის და ორი ამბავი რო აქვს, ერთი კარგი და ერთი ცუდი. გია გამარჯობა, ეს არის რადიო აფხაზეთის ხმა, გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე გირეკავთ. როგორ ხარ? როგორ ახარ გია? კარგად, შემოსაყარებლო. თქვენ როგორ ახართ? არა გვიშოთ გია, კარგი და ცუდი ამბავი გავიგეთ შენ შესახებ, რომლით დავიწყოთ? რა ვიცი. გაიყვეთ ცუდი. თავის მეორე ნახევარს დაშორდაო, რომელთანაც ვერ გავიგე. გია სურამელაშვილი დაშორდა თავის შეყვარებულსო, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდაო, კერძოდ კი 2 წელი. კი, ხა ხანგრძლივი თუ იცლება 2 წელი? ხო და მართალია? კი. რატო დაშორდით? ეჭვიანობის ნიადაგზე. შენ იყავი ეჭვიანი თუ ის? მეც და იმან გადამიჯოყრა. მართლა? დრაზე ეჭვიანობდა მაგალითად? რაზე ეჭვიანობენ ხოლმე ადამიანები, სიყვარულზე, ურთიერთობაზე. ანუ ვინმე კონკრეტულზე ეჭვიანობდა თუ შენ საქმიანობაზე ეჭვიანობდა თუ აი რა? ის შემთხვევაში ყველაზე თითქმის. ყველაზე ხო საერთოდ. და ღალაც ხომ არ ქონდა აქ ადგილი მაინც. ბატონო? მესამე ადამიანი ხომ არის მოჩარეული. ყოველთვის მესამე ანგრევს ურთიერთობას უმეტეს. საეჭვიანო ყოველთვის ექნებოდა, იმიტომ რომ გია ვარ მაინც და ხშირ შემთხვევაში უფრო ძალიან ბევრი ადამიანებს უყვარვარ და ის მომენტალურად ის სარწმუნოებდა ახლოს რა ადამიანი მეყარებოდა. თუნდაც სიმღერის დროს ვამბობდა კონცერტზე და და გული არ გწყდება გია ეხლა რომ დაშორდი მაგრამ დეპრესია ხო არ გქონია დაშორების მერე? არ შეიძლება ძალიან დარდობდა ნერვიულობს, მაგრამ ალბათ მოსახდენი უნდა მოხდეს. შერიგებას ხომ არ აპირებთ? მაინც ეს არა გამორიცხული პრინციპში. შეიძლება გამოასწოროს თავის შეცდომები და ადამიანმა რაღაცები თავის ემოციები. და შენი მეორე ნახევარი სხვა პროფესიის ადამიანი იყო? მსახიობია. ანუ წესით უნდა გაეგო შენთვის, ანუ ძირითადად ხო, ნუ არ ვიცი. და სახელი? და საერთოდ იცნობს გიორგი. გიორგი რატო? სახელს არ გვეთქვი? გიორგი გეყოფა. ხო და ის გვინტერესებს, იცნობს საზოგადოება? ბატონო, მაგ თემას შევეშვათ, მომილოცეთ, შვილი მყავს, ულამაზესი გოგო მყავს. გია, სახელი გითხარი. შოკი გოგო, ძელფეხებიანი, ულამაზესი, ლამაზი ცხვირწირი და ასე შემდეგ. ესე იგი სახელს არ გვეუბნები შენი მეორე ნახევრის, რომელსაც ატკინე გული და დატოვე. შვილიშვილს მაინც რა დაარქვე, გითხარი? ლიკა. რა მაგარია. და ესე იგი გია, შეიძლება არ გაგიხარდეს, შეიძლება გაგიხარდეს უკვე ბაბუა გახდი. ხო. წესით ახლა შენმა შეყვარებულმა აღარ უნდა იეჭვიანოს, ბაბუა გია ხარ. ანუ კარგი გაგებით ახლა მართალია რომ თქვენ კიდე მესამე ჭორი არ გაგიგია, ჭორი არა, ახალი ამბები, მაგრამ ეს სხვა დროისთვის შევიდა. არა, გითხარი. რა, გითხარი. აი ახლა მაგას არ გეტყვით. გითხარი. მაშინ ჩვენ სახელს ვიტყვით შენი მეორე ნახევრის, ვიცით. ახლა მოგწერე. ხო, ახლა მოგწერე. არა, გამორიცხული ვარიანტი. გითხარი, ჭორი თორე სახელს ვიტყვით. ჭორია და თქვენ ჭორი გაგებული და ნაღდი არის. ხო და გითხარი ნაღდი, კაი რა გჭირს? არ გეტყვი. ეხლა ბაბუა გახდი გია და შენთვის არ შეიძლება ეს ახალგაზრდებს რო აწვალებ ეხლა გითხარი სახელი. გიორგი გეყოფა. სახელი არ გვინდა, კარგი სახელი არ გვინდა, ჭორი გითხარი. ჭორი? ხო. ის მესამე ჭორი, შენ რაზეც გვესაუბრე? არა, ჭორი არ არის. ხო და აი ნამდვილი ამბავი არიცითო და რა ამბავია? მე რა გეტყვით რა, ისე რომ აუ, კაი, გეხვეწები, გითხარი რა, ჩუმად გითხარი. აი, ეთერს ხმა დაუწევ. ძალიან მალე მოხდება ეს ამბავი. რა, ცოლი მოყავს? არა, ნუ კარგი ის არის. ევროვიზიაზე გადიხარ? არა, დღეს გქონდა ამ თემაზე მოლაპარაკება და ძალიან კარგი, ყველა ჩემსმენელს, ძალიან ბევრი ადამიანს მოეწოდება, გაეხარდება. რა ღებულობ მონაწილეობას? არა. აბა მაშინ გითხარი, ნუ გამკითხავ, ყავაც არ გვაქვს რომ მოვადუღო და რომ ჩავიხედო. გეტყვით კაცო, მე დავაპიაროთ. არა, გია, მოკლედ, გითხარი? ესე იგი, ან შენი შეყვარებული სახელი გვინდა, ან შეყვარებული ამ წუთში არა მყავს. ნუ ვისაც დაშორდი. ვისაც დაშორდი, ვისაც ატკინე გული. ან მისი სახელი გითხარი, ან ის ჭორი გითხარი, რომელიც იცი და არ გვეუბნები. ეხლა რატო გავაპიარო იმას თავის ეყოფა ეხლა ამ წუთში რომ შევზღარი. არა, უბრალოდ სახელი ხო შეიძლება ვიღაც რაღაც რა ვიცი მე. ნუ კი ვერ გეტყვი. ვერ მეტყვი.
მიყვარხარ ძალიან გაკოცეთ ბევრი. ჩვენ. ესე იგი როგორ იდუმალი ის დარჩა. მის შემიხვა თქვენ რადიოში. ეხლა აღარ. ეხლა აღარ. რატო? გვაწყენინე და გავწიშეთ. გვაწყენინე და ჩვენ ცალკე გაკოცეთ გესაუბრებით. ბევრი მიყვარხარ. კარგი გია ჩვენს გემშვიდობებით ნახვამდის. მოკლედ. გაიხარე. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.